ბევრი იცდახნით მეორის ნახევარი ყოფილა უკვე მადლობა ჩვენც გილოცავთ ახალ წელს გისურვებთ ბედნიერებას წარმატებას და ეს რომ თქვენი უცნებები ახდენილი იყოს ამ წელს აუდიენა გვაჩვენე ძალიან გთხოვ შემომჩნიეთ იძახის ლანა შეგამჩნიეთ ლანა ჰეი თინათინი როდამიძახო უფრო ძალიან მესიამოვნება როდის გაგრძელდება პროექტი გაგრძელდება ხვალ იქნება გადაცემა ანუ ჩვეულებრივად უყურეთ ჩვენ ბრუნდებით 3-ში ლორენცო ჩარტელაივშიაო ძალიან ცოტა ხნით შემოვედი მეგობრებო იმიტომ რომ სიცხიანი ვარ და არ მგონია რომ მოახერხოთ უბრალოდ ორი სიტყვით გაგცემთ კითხვებს პასუხს და ესე იგი აუ ეხლა ყველაფერს მინდა უპასუხო რა ნორიოდან მოგითხო აი მეუღრმესი მადლობა ძალიან მიყვარხარ ჩვენც გვიყვარხართ ბავშვებო აი მადლობა დიდი აი ამ თბილი სიტყვების ამ თანადგომისთვის ძალიან ვაფასებთ ძალიან აი გულში ხართ რა ძალიან საყვარლები ხართ გადაცემა იქნება ხვალ ზეგ ჩვენ 3-ში ბრუნდებით რა ვიცი თუ მიყვარხართ აუცილებლად ნახავთ პირადს როგორც კი შევძლებთ ხო მეც ამის მეშინია ნუ დიაში მეშინია რაღაც ისე ხო რა მეშინია იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხა იმ სტრესის გავლა და იმ სკამზე ჭდომა არ არის სასიამოვნო და მეც მეშინია რომ დაგსვავენ კი ამის შიში მაქვს ვერე რადგან ზოგიერთ ადამიანებს დიდად არ მოიფიქრა ეს ვერ გავიგერე გისტების შემსივრზე აი ანუ მინდა თქვა რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ხალხმა ისეთი შეგვიყვარა როგორებიც ვართ ნამდვილები აი ყოველგვარი ანუ მაინც ხარ როდესაც სადღაც საზოგადოებაში ხარ რაღაცნაირად მაინც თავსი იჭერ რაღაც და იმ ჰაუსში იმდენად უკვე მოვეშვით რომ იმდენად გადავიღალეთ რომ ანუ ისეთები ვართ როგორებიც ვართ რეალურ ცხოვრებაში სახლში და როდესაც შენ ხედავ რომ ადამიანებს აი ესეთი უყვარხარ ანუ ესეთი სახლური ესეთი რაღაცნაირი რა უბრალო და ალბათ ეს უფრო დასაფასებელია იმიტომ რომ ნუ თუ ესეც შეგიყვარებენ ესე იგი ყველანაირს შეგიყვარებენ იმიტომ რომ ჩვენ ხო ზოგადად ადამიანები ვცდილობთ რომ მაგალითად რაღაცნაირად დავფაროთ ჩვენი ეს მხარეები და ნუ მაინც ხა რაღაც ისე ვიყოთ რა ნუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და აი ესეთი უმაკიაჟო და ხალათში და ესეთი ნამდვილი და ეს რაღაცებს რომ ხუმრობ და ესეთის რომ შეგიყვარებს მაყურებელი აი რა ვიცი მაგაზე დიდი საგანძური რა უნდა იყოს არ ვიცი ძალიან დიდი ბედნიერება მე ვერც ვიაზრებ ამდენი ადამიანის თანადგომას და უამრავი SMS შეგუბინება მოდის პირად ვერც ვიაზრებ ანუ ტელეფონი რო შევეცადე ერთი ორს თუ გავხსნი რაღაცას უპასუხებ ეხლა შევეცადე რომ მეპასუხ ადამიანებისთვის მაგრამ ანუ ისეთ რაღაცებს გვწერენ რომ აი პირდაპირ ცრემლები მომდის ხოლმე რა და მე ვხვდები რომ ანუ როდესაც შენ ხარ ესეთი არაერთხელ მithქვია რომ ჩვენ ყველა იქ ჰაუსში
ვართ ეკრანებზე და ვართ ადამიანებისთვის რაღაც მხრივ ლიდერები. და ჩვენი სიტყვა რაღაცაზე მოქმედებს, ჩვენი მოქმედება რაღაცაზე მოქმედებს. ვიღაცისთვის მაგალითი ვართ, ვიღაცისთვის რაღაც იდეა შემოგვაქვს და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა ამდენი ადამიანი გიყურებს და შენგან ელის სწორქმედებებს. და ამ მომენტში ფიქრობ, რომ აი საერთოდ არ გაქვს უფლება იმის, რომ იმედები გაუცრუო, არ გაქვს უფლება იმისთვის, რომ დაანებდე, რომ ხელები ჩამოუშვა. რა ვიცი რა. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი და მართლა რომ ვერც კი ვიაზრებ იმდენად მასშტაბური, ახლა ჩვენ იქ რო ვართ ჩაკეტილები, აი ახლა გამოვედით და ხედავთ რა ხალხის დამოკიდებულებას, მაგრამ იქ რო ხარ, აი თითქოს შენთვის ხარ, არაფერი არ ხდება, იმას კი ვერ იაზრებ, რომ იქ სადღაცას შენ გულშემატკივრობენ, კომენტარებს წერენ, ლაიქებს გისმევენ და მართლა ხალხი გულით შენთან არის. და აი ეს იმდენად მასშტაბურია, რომ ვერ ვიაზრებ უბრალოდ, ალბათ მე მოვა და მე მივხვდები ყველაფერს, ან შეიძლება იმდენად მასშტაბური იყოს, რომ ვერც მივხვდე და აი უღრმესი მადლობა რა თქვენ ამ თანადგომისთვის, ამ მხარდაჭერისთვის, მართლა მიყვარხართ ბავშვობა და მართლა თქვენ გვაძლიერებთ, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ახლა ცხოვრების ამ მომენტში არავინ არ მყავს გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს გვერდით და მხარს უნდა მიჭერდეს. არ ჩავთვლით რა თქმა უნდა მშობლებს. და ეს რა თქმა უნდა, ჩემს პირად ცხოვრებაში რაღაც მოვლენები ხდება, რაც ჩემსაც უდიდესი ზემოქმედებას ახდენს, იმიტომ ვარ ხოლმე ესეთი რაღაც სასწაულად მოწყენილი და აი როდესაც ცხოვრებაში აი ესეთი რთული მომენტები დგება, მაშინ გინდა რა, რომ გყავდეს ადამიანი, ვისთანაც გაიქცევი და თავს ჯარგავ იმის მხრებში და თუნდაც ატირდები, თუნდაც დაგამშვიდებს, თუნდაც დაგაიმედებს, თუნდაც გეტყვის რა მაგარი ხარ და მე პირადად ესეთი ადამიანი ამ ცხოვრების ამ მომენტში არ მყავს. ხო და აი თქვენ ხართ რა ჩემი ესეთი ადამიანები და ამ SMS-ებს რო ვკითხულობ, ეს არის ერთადერთი მოგეში რა. გიზდები უმრავი მოდიდიანა დაინახე ხალხს. გამარჯობათ ბავშვებო, ესეთი სახლის ფორმაში გესაუბრებ. რასამობი ხო სახლის ფორმაში არა ვარ. სახლის ფორმაში ვარ, ხო მამა მიჩეულები ხართ იმიდან გამომდინარე, რომ ეს ბოლო დღეები ცუდად ვიყავი და იმ წაკრული თავშლით დავდიოდი, თქვენთვის განსაკვირი არ იქნება. ძალიან ვერ ვასწრებ, მეც ესე გადავალ და რამდენი ვარ სიმაღლეში, მე ვარ 170-დან 173 სავარაუდოდ ხო? 172-ან 13 ვარ მე, დიანა როგორ არის? ორივე ვართ საკმაოდ ცუდად ბავშვებო. ეს პარლებ ჩიორი წლის და ყოველ წელს მართვენებს თქვენ სიმაღლეში. აი მე მიყარხართ. ყველა კითხულობს რატო არ ვარ ქუთაისში, მე მგონი უზომოდ მიყართ თორემოს ხო აი მადლობა ბავშვებო, რა ძალიან გამიხარდა კომენტარი რომ დაგვიწერეთ, ძალიან გამიხარდა და ძალიან მიყარხართ. როცა ვხედავ ყოველთვის ვცდილობ რომ დავაკომენტარო უბრალოდ ფიზიკურად ყველაფერს, ვერ ხედავ ჩემი ორი დედოფალი. უბრალოდ რომ მიყარხართ. ვერ გიპოვეთ Facebook-ში, ხოლმე Facebook-ი არ მაქვს, მაგრამ მე მგონი დრო არის რომ გავაკეთო. მარტო Instagram-ი მაქვს, მაგრამ Facebook-საც გავაკეთებ. თინათინ არ გიფიქრია ანიმაციების გახმოვანება, მეგნიჭი დავინახე შენში მე საყვარლობა. არ ვიცი, იცით თუ არა, მე ვწერ ზღაპრებს, ბავშვობიდან ვწერ ზღაპრებს, სადღაცას კიდევ რომელიღაც სტრიმებზე გავიდა ჩვენი ზღაპრები და ყოველთვის მინდოდა ეს იყო ერთ-ერთი ჩემი ოცნება, რომ ბოდიში რომ
ყოფილიყო შექმნილი მულტფილმები ჩემი ზღაპრებით. შეგიძლიათ თქვათ და თქვა გიორგი ლიზის ძალიან უყვარხარ. გიორგი ლიზის ძალიან უყვარხარ. ვაიმე, ჩემი ერთი წლის დეიდაშვილიც ეკოს თქვენ სიმღერას და შეგიძლიათ ნახოთ. აუ მოგნიშნეთ რა და აუცილებლად ნახავთ. ძალიან გთხოვთ მოგნიშნეთ. ზურამ ქუთაისი მე გამირბის ეს იმრის დედოფალი ხარ კინოთეატრში. რა მაგარია. просто რა ბედნიერი ვარ რომ ამ იუმორის გრძნობას თქვენ ანუ აფასებთ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მიხუმრია რომ არაერთი ჩემი როგორ თქვა უიღბლო ჩაშლილი პაემანი იყო იმის გამო რომ ძალიან ბევრს ხუმრობდი რა. ერთი თავიდან პროექტში არ მოწონდით და ამდენად კარგები და რეალურები ხართ. მომეწონეთ კი არა შემიყვარდით. აი მე და მე შეგმენით ჩვენი ფან აკაუნტები ხო რა საყვარლები ხართ. მადლობა, ძალიან მიხარია რომ ჩვენ რეალური ჩვენი სახე დაგანახეთ და აი ეს შეგიყვარდათ. ყველაზე მთავარი არის ეგ ჰაუსი როდიდან ზეგიდან ჩემოკარგებო სამში ვბრუნდებით, მაგრამ დავბრუნდებით ჩვენ თუ არა არ ვიცი ზუსტად. მადლობა. ვაიმე და მოვკვდი რა. ძალიან ხო და მარიამი და ანასტასია თუ ისზებესთ, წადით და მარიამ და ანასტასიას უყურეთ, რას მერჩით მე. თქვენ რა ცუდად ხართ, ჩვენც ცუდად ვართ. ვაიმე ჯოკვარლებო. თქვენ სიმღერა მაკოცეზე ვაფრენთ, სხვათა შორის სიმღერა მაკოცე არის უსამართლოდ უყურადღებოთ დარჩენილი, რატომღაც არც ჩვენ არ ვაპიარებთ და არც მსმენელები. მინდა ვერ სუნთქავ რა. ხო და ძალიან გვიხარია თუ მოусმინეთ და მოგეწონათ. სხვათა შორის 970 ადამიანი. ამოდით ყველა გადავიდეთ YouTube არხზე. მოვისმინოთ სიმღერა მაკოცე. და აბა შევაფასოთ დაწერეთ YouTube-ზე კომენტარები, მოგწონთ თუ არა ეს სიმღერა და არის თუ რა ღირსი რომ ხალხმა გაიგოს. ასევე უთხარი რომ შეიქმნა ჩვენი ასევე შეიქმნა ჩვენი საგულშემატკივრო ჩატი. ორი მუზა ჰაუს ორი არის საკრიფეთ. ანუ უთხარი რომ ბიოში არის მითითებული ლინკი Facebook-ზე შეიქმნა. ბიოში არის მითითებული ლინკი Facebook-ზე შეიქმნა ჩვენი საგულშემატკივრო ჩატი. მოდით ყველანი დავემატოთ მეგობრებო ამ ჩატს და გვპირდებით რომ როგორც ჩვენი სხვა მონაწილეები აკეთებენ, ჩვენც ჩაგიგდებთ ხოლმე იქ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც მაგალითად არსად არ დევს და ესეთი რაღაცები, რა მოკლედ შევეცდებით რომ გაგახაროთ და იმ ჩატში რაღაც პატარ-პატარა სიურპრიზები მოგიწყოთ. ორი პრინცესა გიждები თქვენზე მე მიყვარხთ რა. დინას უთხარი რომ ულამაზესია და მე კარგი ხუმრობ. რა თქმა უნდა ჩემთვის დიანა ულამაზესია. ვაიმე როგორ ხდება, ანუ ვერ ვასწრებ გილოცავებას, მეც გილოცავთ, ბავშვებო გილოცავთ ყველას. ბედნიერება დაგვებედოთ, ყველაზე ნამდვილები ხართ პროექტშიო. თქვენ ყველა სიმღერას უსმენთ. ჩემს კომენტარებს ვერ ხედავ, აი ეხლა დავინახე და ანუ მიხტება რა ძალიან ბევრი შემოსული კომენტარია. ძალიან საყვარელი ხარ, მადლობა თინა თინ ჰაუსში რომ დაბრუნდებით, დიანამ თმა დაისწოროს გთხოვთ. დიანა დაისწორებ თმას. რა ვიცი, დიანას არ მოსწონს დასწორებული თმა, თვლის რომ არ უხდება.
სადაური ხარ უჯარმა არის ესეთი სოფელი ციხე-ქალაქი მე-5 საუკუნის ისტორიული ცენტრი და იქიდან ვართ ჩვენ წარმოშობით ჩვენი უსაყვარლესი ადგილია ძალიან ვაფასებთ და სხვათა შორის 2 კლიპი გვაქვს ამ ადგილას გადაღებული ვერ საუბრობ და ძალიან ვაფასებთ რა ამ ადგილს დიანას სტილი ძალიან ხდება ერთ-ერთ ვიდეოში რაც სიმღერას რო წერს შავი მოკლე კაბადად მარო აქ ჰაუსი ახალი მონაწილე შეგვიძლია არ ვიცი ბავშვობა შეიძლება შემოვიდეს შეიძლება არ შემოვიდეს ანუ ჩვენ ამაზე ინფორმაცია რა თქმა უნდა არ გვაქვს და მეპარება რომ ჩვენ მე მგვითხრას მაგალითად შემოდის თუ არ შემოდის როცა შემოვა მაშინ ნახავთ თუ არ შემოვა იმასაც ნახავთ რას ამბობ რას ქვია არ ვიცი თუ და ანუ იმდენად ცუდად გრძნობ თავს მე წუხელის მაგალითად 40 სიცხე მქონდა და არ ვიცი სამ რიცხვში გამოგვივა თუ არა ჯანმრთელობის მხრივ დაბრუნება შეიძლება ერთი დღე გავაცდინოთ ან 2 დღე ანუ არ ვიცი რა გამოჩნდება ძალიან ცუდად გრძნობ თავს მე მონასმენი მაქვს და ძალიან მომწონა ეს ალბათ მაკოცეზია საუბარი ხო ძალიან საყვარელი სიმღერაა ჩემი აზრით და ნამდვილი სიყვარულს ეძღვნება რომ დამივიწყო წახვალდეთ დალევ ჰაუსში დაბრუნდით აუცილებლად სამში თქვენოთ არ გამომოიმე ჩემო საყვარლებ მიყვარხართ გაუგთხო მარიამ სახარ ვეჭხობოთ ჩვენს გავეჯდ მე არ გვაქვს იმის სურვილი რომ ვეჭხობოთ ანუ თვითონ იწყებს ჭუბს ხოლმე ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ ოღონდ მართლა შენ ვაფშე ულამაზესი ხარ დიანა დაკონახე დიანასა და აქ არის დიანა ვიცით ეხლა მე დახრჩობას რო დავიწყებ დიანას მივცემ ტელეფონს და დაინახავთ თქვენ და ქუთაის გარშე საუსი არ წარმომიდგენია ეს ნახე უკვე რა სამბრას ქვია არ ვიცი არ შენ და დავიწყო 26 და 23 მეგობრებო ესენ წავიკითხე თინათინ ჰაუსში რომ დაბრუნდებით დიანამ ესეც წავიკითხე ანუ მეორდება კომენტარები თუ თქვენ წერთ დიანას ვთხარი რომ აუთსაიდერ ვაიმე თქვენი ფანი ვარ ჩატს რა წერია გთხოვ დიანა 2 მუზა ქართულად ჰაუს ერ 2 ბავშვებო ბიოში მოდი აბა ნახოთ აი ერთი წუთი აი ესეთი გამოცვალე უყურე აბა როგორ აქ ვერ მოვატრიალებ კამერას ეს მოვატრიალება ერთი წუთი ეგრე ვერ დაიდაი რა აზრია ხა მე კარგი თინათი ყველაფრისგან პრობლემას ნუქმნი აი ბავშვებო აი ესე აკრიფეთ აი ესე და მე ჩატშიც დაემატებით აქ არის კინკი ამ ჯგუფზე გესმით? აი ეგ დააჭერთ და გადახვალთ ჩვენი ჯგუფის ლინკი გაიხსნება. აი ეს. აი გაიხსნა. დღეს შევქმენი ბავშვებო. ბონდო გვეუბნება რომ ლაივში დავამატოთ. აბა როგორ დავამატო? ხო
გვაქვს ბონდოზე ხო ვართ მიწერილი დიანა? ეს ვინ არის ღმერთო ჩემო? არ ვიცი, ვიღაც დამემატა. როგორ გავთიშო? არ ვიცი, როგორ უნდა გათიშო. აიმე, ხა სულ არ გამეთიშოს. მე არ ვიცი, რა ვირას დაჭირე. არ ვიცი. ამას რა უყოთ არ ვიცი ახლა ამ ადამიანს. როგორ გამოვთიშოთ ხალხნო? წაიგე როგორ უნდა გამოვთიშოს, არ ვიცი. არ ვიცი, აი უყურე აქ არის და რანაირად გავთიშო. თან ანუ აიმე რან გათიშეთ ეს ვიღაცა. რა უნდა ჩემთან? არ ვიცი რა. უკარჩი გავთიშო ყველაფერს, აბა რა ვქნა? თავიდან შემედით ბავშვებო, აბა რა ვქნა? მესენჯერი ნახეთ შემოთავაზება მაქვს და თუ სრული გექნებათ ორივე დასმომწერეთ ფოტოებით ჩავაგდებ. ბუზღუნა, აუ, ერთიც მოგწერეთ და გავხსნით რა, ანუ რომ ზევით ამოვიდეს ჩათი. ამას თამაში უნდა ეხლა. არა კაცო რა თამაში კაცო. ნუ პრინციპში ხარ რა მოხდა? არა ეხლა მაგისტრო არა. კაი, კარჩი გავთიშავ რა, არავი რა უყო. გათიშე. ვიდეოზე კომენტარი, მაიმე ჩემო პატარა. აი რო შემხდება ყველაფერს დავაკომენტარებ რა. ელენე მჭედლიძე მოიკითხეთ, გთხოვთ თქვენი ფანია და მინდა გავახარო. ანუ ელენე მჭედლიძის უდიდესი მოკითხვა. მოგწერეთ და ნახეთ, მოგონება თათია. კარჩი ვთიშავ რა, ანუ არ ვიცი. და თავიდან ჩავრთ. გათიშე. უი გაითიშა თვითონ, ვაიმე ღმერთო. მადლობა. ქვემოთ უსასრულობის ნიშანია და იქ დააწერეთო. ბონდო რა იქნა? არ ვიცი, ბანახოთ რა. კაროჩი რა. აღარ ვაზროვნებ. ვაიმე მოკლედ. აი რას ნიშნავს რომ მიყვარხარ ციგიჟემდე ვაიმე აი ამდენი გაკოცეთ ბევრი უამრავი ჩემო ფერიებო და მუსიკოებო. ხო, გამოაცხადე რომ გადავწყვიტეთ. ხო, გადავწყვიტეთ რომ ჩვენი გულშემატკივრები ყველას დაუნწახოთ მუსიკოები. თქვენ იქნებით ჩვენი მუსიკოები ეხლა. მიყვარხართ. ლორენცო არის ლაივში. გთხოვთ ინსტაგრამის პირადი გახსენით. მოკლედ, კარგით ახლა, სად გავხსნათ 40-ზე თუ მასე ჩემ პირად გვერდზე. ლორენცო ჩართით, ვაიმე ჩავრთოთ, მაგრამ აბა როგორ? აბა სადა? აი, ბონდო. ბონდო ვიპოვე. ლორენცო სად ვიპოვო? ჰოლა, მოგესალმები. ჰელო. ჩემო ბრილიანტებო და ჩიტებო და გურიტებო. ჩართე კამერა. ჯო. კაიღო. ჩართე კამერა ჯო. გაშვებით როგორ? კლიან ეკრანზე რო იყო როგორ უნდა ნეტა? მოიცა ეხა ვაპირებდი დაძინებას. მოიცა ერთად ჯერ არ ჩამთვეთ. და ვარ წამოპლაშკარტებული ესე რო თქვა. გაშვებით. ყველანაირი უნახი ხარ შენს მაყურებელს. აუ როგორ მიხარ? აუ ეს დიანა, თინათინ როგორ კიდეა ვერ გამოხვედით აზრზე? ვაიმე ვერ გამოვედით კი არა, ისე დღეში ვართ რომ რავი. რა უნდა ქნათ ახლა? რა ვიცი, აბა იქნება გადასხმები გავიკეთოთ, რავი. იქთან სვეძებ. ჩანვარ ეხლა თუ არ ჩანვარ? არ ჩანვარ აშკარად. არ ჩახარ და თან კიდე რავი აქვს ვაის დაირია. აი ჩანვარ. თინათია, ანუ აი მე არ უნდა მინიშვა ესეთ რაღაცებთან, რა თუ არ გავაფუჭებ, არაფერს არ გავაკეთებ. აი ხა ბონდო არის.
მაურას მე რასდა ჭირიშე კაი ადამიანი მახსიშე ნუ არაფერს ნუ ღარ დააჭერ ძალიან გთხოვ უნდა მაჩხუბო აი იმაში არ ჩხუბავდით რა ქვია გადაცემაში და აქ უნდა იყავით თავს არ ვიცი ემო ოქროებო ეხლა წამიხარე რომ თქვენ გულშემატკივრობთან ეხლა ჩავერთე ეხლა უნდა ჩავაჭირო და მადრობეთ ცოტა ხანი Ladies and gentlemen ჩვენ ეხლა თუ მუზებს არ დაუდგებით ხარში როგორც მე გამომაბუნძულეს ის აღარ მახსოვს დიდი ეკრანი ნახე კამერას დააჭირე ოქრო აჰა დავაჭირე Короче, შენთვის ტელეფონის მოცემაში შეგიძლია ნახე ანუ შენი მასწრაფია ანუ შენ ხარ წესით ისე რა მინდა ვიყო ჰოსტში რატო გადამიყვა აი კარგი ხარ ну მიახვრათ ვარ თავშინ კამერას ბონდო აი ჩაგირთა ოკეი ჩარტი კაცო გნახოს ხალხო მოენაკრე ხალაჩი ჯერა არ ეჯერებ დავждარო ოკეი ჩემო ოქროებო მიმართო მინდა შენს გულშემატკივრებს აი გულით და სულით მინდა გითხრათ რომ თუ გინდათ რომ როგორც ეხლა მე მხედავთ სახლიდან ესე იგივენაირად რომ არ დაინახოთ მუზეები როგორც ეხლა ოკეი სახში ხართ მაგრამ ჩემო კარგებო ანუ არავინ არ აღწეული საერთოდ თქვენი ძალიან დიდი ყურადღება ჭირდებათ და მხარდაჭერა მუზეებს. ჯერ კიდე არ ჩანს ბევრი სიტუაცია. ბევრი ადამიანების დამოკიდებულება კიდე არ ჩანს ღიად, მაგრამ წითელი დროშებზე ყველაფერს ძალიან კარგად დაინახავთ რა. სამ ღმერთმა ქნას რო არასრულებს, რასაც მე ვფიქრობ და რასაც გძნობ და ნეტა, იმიტომ რომ ძალიან მეშინია, მე მაგ სტრესს რა გავუწევ. პრობლემა ვიტყვი რომ მეგობრებო, მე შევყავდით შეცდომაში, ვიდრე იმ რეალურ ფაქტზე დავდგეთ. არა, შეიძლება ბევრი რო ვილაპარაკოთ, მე აღარ მოგცენ წითელი დროშები. ესეც შეიძლება. უბრალოდ აღარ მოგცენ კი არა, ხახნო, თქვენ თუ მოგცეთ წითელი დროშა და თქვენ თუ გამოგიშვას, მართლა, ანუ სამართალი აღარ არის რა, ანუ ცოტა ჯანსაღი ახარება და სიხაული და ბედნიერება. მადლობა. ლორიჩო. მარა როგორ? იმდენად უსამართლობის შეგრძნებით წამოვედი პროექტიდან. რასაც იმას კი არა, აი მე არ მეკადრებ, ანუ არ ვიმსახურებდი საერთოდ ამ კვირაში განსაკუთრებით რა. აი ზუსტად მე ერთხელ დავაფიქრე. აი ამ კვირაში განსაკუთრებით არ ვიმსახურებდი, უბრალოდ იმდენად ვენდობოდი ადამიანებს და მეგონა რომ ადამიანებთან ერთად ვიყავი მაგ პროექტში რომ ზუსტად ესე თითის დაწკაპუნებით კაპტა ესე მოხდა და მე თუ ეს შემემთხვა იმას არ ნიშნავს რომ სხვა მონაწილეები დაზღვეულები არიან და მუზები განსაკუთრებით ჯერ მეგობრებო რა შევაწყვეტებით ანუ რამხელა მათზე დაუმსახურებლად თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხედავთ რა და თქვენი აქტიურობა, თქვენი კომენტარები, თქვენი ძალიან გულშემატკივრობა დაემატეთ მუზების გვერდზე, რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი აქტიურობა, იმიტომ რომ ტელევიზიაც და პროდიუსერებიც ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ამიტომ და why და ესეთი რაღაც სიტუაცია მოხდეს, ანუ ტელევიზიამაც უნდა იცოდეს რა, იმიტომ რომ იმასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, წითელ დროშებზე ვინ დაждდება თქვენთან ერთად. Просто დღეს იმდენაირად გადავანოთ დღეს დროშობანავით. მარტო. დაჟე აჩის ველაპარაკე რა. აი რა არ გამაგიშო. იდასპიცო, აი ხახნო, ანუ იმდენად გული მაქვს, ანუ გულდაწყვეტილი ვარ. იმაზე კი არა რა. იმდენად არასამართლიანად მოხდა ჩემი პროექტიდან გამოსვლა ეხა. იმიტომ რომ ბოლო ორი გადაცემას მე არავის არ ვაყენებ შევაწყობას რა სისულელეა, просто ვიყოთ ჯანსაღები და რეალურად შევხედოთ რა ბოლო ორი დღის გადაცემა. ანუ კომედი კლაბში ვართ? აი ხა ბონდო მაგ გადაცემაზე ჩვენ რამდენი ვიშრომეთ ეს დავანტყობ მდგომარეობაში. ჩვენ შემოგარგო სულ რო არაფერი ხო თქვენზე ნებისმიერი ადამიანის შექმნის კონტენტს. თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც პროექტში უნდა იყოთ
პროექტში უნდა იყოთ. ნამდვილად უნდა ვიყოთ. აქ ყველგან ანუ თქვენ ფინალამდე ყველა ვარიანტი თორე რა მაყურებელიც ყავს ის მაყურებელიც აღარ იქნება და ანუ საცოდაობა იქნება რა. აი გეხოცები რა. გაკოცე. მოკლედ სანამ არ გამექცა ეს SMS-ი, მინდა რომ ნუცის მიულოცო დაბადების დღე. მეც ულოცავ ნუცის რა ლამა. გულშემატკი ვარ. საუკეთესო და ნუცი გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ რომ აი რა ვიცი ყველა შენი ოცნება ახდეს რა. მედობა შემოქრებებო დამებედეთ რა მაგარია. დაბედებოდეს ნატურის ახდენა. აუდა ჩვენი ეტიკეტი ხახნო. არა გოგოებმა მე დამპირდნენ, ეხა პროექტში დაბრუნდებიან. არანაკლებ ეტიკეტს შექმნიან და მე აქედან კოლაბორაცია გვექნება. მე მაქვს ფანტასტიკური რაღაცა სიურპრიზები და აი მედრო თალი აი სამში რო გაყვალთ მე სამში დაგახვდეთ ძალიან ვიდეოს ასე რომ ჩელენჯი გვექნება ონლაინ და ოფლაინ კარგით ახლა უნდა დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ ძალიან ვეღარ ვქაჩავ 1 საათია თითქმის ლაივში 15 1-2 დღე დააგვიანეთ დაბრუნება გთხოვ ზურა რომ ვნახოთ მოწენილი დიანას გარეშე. მიყვარხარ სიგიჟემდე ჩემოფერიები და გადამიხდა. მოკლედ მეგობრებო დაგემშვიდობთ. გილოცავთ. მიყვარხარ ბონდო გილოცავთ ბედობას ახალ წელს. რაღაცნაირი ბედის ირონია რომ მთელი საქართველო ჩვენ სიმღერებს მღერის და ჩვენ კიდე ესეთ მდგომარეობაში ვართ. არა უშავს თქვენი სიმაგრები ლიერები ხართ მოიხოდებით ძალიან დიდი ენერგიებით შეხვალთ და თქვენი ფანტასტიკური ტანისამოსით იქ იფრიალებთ და იქაურობას გააკაშკაშებთ იმიტომ რომ თქვენი ენერგია ენთუზიაზმი თქვენი მონდომება ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვარ თითეული ადამიანები ვინც ამდენი ხანი ხა ამ ლაივზე არიან ხო იმიტომ რომ თქვენ გნახოთ და თქვენი ის გემოვნებიანი მუსიკა ხახნო გეხვეწებით რა გაახიათ კარგად თუ არა გასათვალისწინებაც მომიხსნა დაჟინერები მომეშალა ხა მომისმენთ და ადამიანები 21 საუკუნეში მსგავსი გოგონები გეხვეწებით თითცეთ ჩამოსასვლელად და ჩვენ თითეული მამაკაცის და ქალბატონის და ყველა ვალდებული ვართ ამ ორ ადამიანს გაუფრთხილდეთ და შესაბამისად სასაყვარელი ადამიანი დიანა ანუ აქ არაფერში არ არის გასაგებია ჩვენ მეგობრებო ძალიან შემიყვარით აი ძალიან და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გიყუროთ დიდი ხანი რომ ის ემოციასაც ისინი არ ცხოვრობენ თქვენთან ისინი არიციან რა დონეზე გულწრფელები ხართ და თქვენი გულწრფელობა ადამიანებმა არ უნდა გამოიყენონ რა ეს არის არაადამიანობა იქნება თქვენ რომ წითელი დროშები რო გადმოგცე და დარწმუნებული ვარ ეს მოხდება ტყუილად ანუ ვიცხოვრობდი და ვიცი სამწუხაროდ გასაგებია რომ ეს თამაშია მაგრამ ეს ხო პროექტიც არის პროექტიდან გამომდინარე თქვენ ანუ ნახეთ რომ წინასწარ სურპრიზი არაბისთვის არ იყოს დასაშვებია რომ ამ კვირაში თქვენ იყოთ აუთსაიდერები ამიტომ ყველამ გადადით მუზების ჩატში გამოიწერეთ გვერდი იაქტიურეთ დაწერეთ ბევრი სიყვარული გადააზიარეთ რომ რუსთავიორის პროდუს ყველამ დაინახოს თუ რამდენად გჭირდებათ მუზები თქვენ ამ პროექტში ოკეი გასაგებია კარგი ხარ და უსაყვარლესი და დიდი მადლობა ხო და ის რასაც მე არ ვაკეთებდი და არ გავაკეთე სამწუხაროდ თქვენ არ უნდა გაჩერდეთ და ყოველდღე უნდა შემოხვდეთ ვიდეოები უნდა ჩაწეროთ და ხალხს უნდა მიმართეთ რომ თქვენზე არის ანუ განზრახულია რა და დაგეგმილია რა იქნება რა ვიცი რა აგვანადგურებენ მორალურად თორე წითელ დროშებს ხო და მაგას ვერ ავწდებით რაზეა საუბარი ანუ აუცილებლად გექნება მაგრამ ამ კვირაში განსაკუთრებით თქვენ ფინალამდე უნდა მიხვიდეთ შემოგარგებო ისე რომ თქვენ რა კონტენტით შეგვიძლია ედიტებიდან დაწყებული ხახნო სიმართლე თქვით რა გეცინებოდათ თუ არ გეცინებოდათ თუ გესიყვარლებოდათ ამ ადამიანების გარეშე თქვენ მაგ პროექტს არ უყურებდით შანსი არის 0 რა
და ნებისმიერი მონაწილე მანამდე ნამყვა ვინც ვიყავით და ეხლა ვინც არის დარჩენილი ორივე ადამიანზე აქვს გაკეთებული ისე რა ქვია კონტენტი რა შექმნილი და ვიღაცებს რომ ამბიცია აქვთ იმით რომ ამად გარეშე შეძლებენ ეს არის აბსურდი და მე ესენი რომ გარეთ იქნებიან როგორც მე ვარ ეხლა გარეთ მე უკვე ძალიან გვიანი იქნება რა და მსგავს სიტუაციაში რო არ მოხდენ ამიტომ ჩვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მიყვარხართ ძალიან გაფასებთ და ყველას მოუწოდებთ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს მაგარმა გოგოებმა უნდა გაიმარჯვოს კოცნი ძამბებ და ძალიან გამიხდი დილით წინ ახლა ცოტა გილოცავთ სულ ყველაფერს და თქვენ გვერდი ხარ ძალიან კაი გოგოები თქვენ უკვე არის ხალხმა უნდა იცოდეს რომ თქვენ სტრატეგიებით არ შემოსულხართ თქვენ გაქვთ მიზანი რომ საქართველოს და მსოფლიოს გააცნოთ ქართული კულტურა თქვენი ენა და რომელი თქვენი გასწორებული ლუ არ გაიშვას მართლა ხელიდან ხალხო რაზრეზებით რაღა გამოაჩინონ და სად რას ვის რას გადაახტენ აღარ იციან ყურადღება რომ მიისურვეთ და თვალები მართლა გაახილეთ სათვალები თუ გაქვთ მოიხსენით ასე ჩემსავით და რეალურად შეხედეთ რომ ესეთი გოგოებს ჭირდება გაფრთხილება მიყვარხართ აბა თქვენთვის და ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი გამოწერილი გადმობძანით და გამოიწერეთ იმიტომ რომ მე ძალიან ბევრს ვისაუბრებ ჩემს მუზებზე ხვალ ზეგ და უსასრულობამდე კოცნით ბევრს ჩაო მიყვარხართ ჩვენო გულშემატკივრებო და აბა ჰე მიყვარხართ ყველანი დავედით ჩვენც არა ბონდა მოკლე კაბა გვინდა ჩვენ დიანაზე ეყოფა ტრადიციებიო აი რა საყვარელი თქვენი ხათრით შეიძლება ჩავიცვა ერთხელ მოკლე კაბა ვნახოთ ეს მოკლედ აკაუნტი ბუზღუნა ძალიან ბევრ რაღაცას გვწერს და კიდევ ერთხელ მოგწერეთ რა გთხოვთ Facebook-ზე და ეხ შევალთ და გავხსნით ან რავი ან Instagram-ზე თინო დამოყოდა პირველი ლაივია სადაც ვერ ყოფითი კომენტარები არ იწერება ბრავ მართლა აუ მიყვარხართ ბავშვებო რა გავაკეთო რა მინდა რომ ყველას ჩაგეხუტოთ და ჩვენი კონცერტი რო იქნება აი სულ ყველას ჩავეხუტებ უბრალოდ ერთსაც არ დავტოვებ ჩახუტების გარეშე აი ესე გაგჭყლიტავთ სულ ყველას თქვენ ნაირი ლამაზი ვაიმე ჩემო პატარა დარწმუნებული ვარ რომ ჯერ ეს ერთი მადლობა კომპლიმენტისთვის და მეორეც დარწმუნებული ვარ რომ შენც ლამაზი ხარ აი იმდენი სიყვარული მაქვს ხარ რომ აი არ ვიცი საწავიღო და გეხუტებით სულ ყველას რა საუკეთესოები ხართ ჩემო მუსიკოებო და ჩემო გულშემატკივრებო დიანა აგერზის კარგით აბა გემშვიდობებით და მიყვარხართ ბავშვებო გეხუტეთ ყველას გულში და სულში ჩაგკოცნეთ გადაგკოცნეთ გილოცავთ დაიკითხე გთხო ვაიმე წავიკითხე მიყვარხარ და გილოცავთ აბას თინ დიანამ ჩაიცოს ჯინს შარლები ამას ის გამო ვამბობთ რომ ძალიან ხდება მაგრამ კი რა თქმა უნდა უხდება უბრალოდ რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ რომ ეროვნული სამოსის პოპულარიზაცია გავაკეთოთ მაგრამ ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ იმასაც არ ვიცმევთ და თქვენ ალბათ ბევრჯერ გინახიათ სხვადასხვა ფართებზე თემატურად ჩვენ რა თქმა უნდა